მოგესალმებით, ჩემო ძვირფასებო და ჩემო კარგებო, თქვენი მყოფებით არხზე, ახალი სიცოცხლე, ახალი დაბადება ტაროსთან ერთად და დღეს მინდა გავშალო თქვენთვის საჯარო გაშლა, ესეთი შეკითხვით, ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები თქვენზე. მე აქ არ კონცენტრირდები აუცილებლად პარტნიორულ ურთიერთობაზე, უბრალოდ ნებისმიერი ადამიანი შეგიძლიათ ჩაიფიქროთ და ვნახოთ მისი ფიქრები თქვენზე. იმისათვის რომ მიხვდეთ ეს გაშლა თქვენია თუ არა, გავაკეთოთ იდენტიფიკაცია და თუ იდენტიფიკაცია გამოგეხმაურათ, შემთხვევაში განაგრძეთ ყურება. თუ არა, მაშინ იცოდეთ რომ ეს გაშლა თქვენთვის არ არის და სხვა გაშლას დაელოდეთ. ნახოთ, ვისთვის არის ეს გაშლა, როგორი პიროვნება მოვიდა დღეს ჩემთან გაშლაზე. არ დაგავიწყდეთ ვიდეოს დალაიქება, გვერდის გამოწერა და დაკომენტარება. ნახოთ, როგორი ადამიანი მოვიდა დღეს ჩემთან გაშლაზე. ცხოვრების რა ეტაპში ხართ ახლა? ხუთიანი თასები, 4-იანი პენტაკლები, არკანი მზე. 7-იანი პენტაკლები, პენტაკლების მეფე, ჩამოკიდებული კაცი. მოკლედ, ადამიანი, ვინც ახლა ჩემთან გაშლაზე მოვიდა, პირველ რიგში მოდი ვთქვათ ესე, რომ ეს არის პიროვნება, რომელიც თამაშობს ორმაგ ცხოვრებას. ხანდახან ეს ორმაგი ცხოვრების თამაში ადამიანებს უჭირდება იმისათვის, რომ გადავრჩეთ. იმიტომ რომ ყველაფერი თუ შეულამაზებლად და შელამაზების გარეშე მივიღეთ, თუნდაც საკუთარ თავში. ხანდახან ეს იწვევს ძალიან ღრმა დესტრუქციულ პროცესებს. ამიტომ თქვენ ახლა, ვინც ამ გაშლას უყურებთ, თამაშობთ ორმაგ თამაშს თქვენ საკუთარ ცხოვრებაში. და ეს ნიშნავს რას, რომ გარეგნულად, გარედან საზოგადოებას აჩვენებთ თავს ბედნიერად, კმაყოფილად, ძლიერად, რეალიზებულად, მოტივირებულად. აი ყველაფერი რო გაქვთ თითქოს, აი ისეთ ადამიანად, თუმცა შიგნით, თქვენს შიგნით მიმდინარე პროცესები ვიტყოდი, რომ არ არის მთლად ისე კარგად და იდეალურად, როგორც ამას თქვენ ტრანსლირებთ და ანახებთ თქვენს ირგვლივ სამყაროს. ხო? ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანი შინაგანად გრძნობს რაღაცა ტიპის პაუზას, შეჩერებულ მდგომარეობას, თუმცა არ ეპუება ამ ყველაფერს და მიუხედავად ყველაფრისა, მაინც ბრძოლის უნარიანია, მაინც აქტიურია და ცდილობს, რომ მხოლოდ კი არ მოაჩვენოს თავი ვინმეს ან საკუთარ თავს, რომ ყველაფერი რიგზეა, არამედ მართლა მიაღწიოს იმ მდგომარეობას, როდესაც ყველაფერი ძალიან კარგად იქნება. ანუ თქვენ მიისწრაფვით უფრო კარგისკენ. ეს ალბათ ყველა ადამიანში ესია. ალბათ. რა სიტუაციაა ახლა რეალურად თქვენს ცხოვრებაში? თქვენს ცხოვრებაში აი ამ თქვენი მისწრაფების მოტივაციის ხარჯზე თითქოს ჰორიზონტზე უკვე არის და შეინიშნება ესეთი გარკვეული დადებითი და პოზიტიური ცვლილებები. რაც უფრო მეტად გამოხატული არის ფინანსურ ასპექტში და მატერიალურ ან მიწიერ გამოსახულებაში. ხო, შეიძლება რაღაცა დაინახეთ თქვენი შრომის შედეგი, მცირედი, მაგრამ მაინც დაინახეთ, ხო? და ამან უფრო მეტი იმედი ჩაგისახათ, რომ თუ უფრო მეტად იაქტიურებთ, თუ უფრო მეტად ისე იქნებით, მოტივირებულად იქნებით, მაგ შემთხვევაში უფრო კარგ შედეგებზე გახვალთ. მოკლედ, ადამიანი ვინც ახლა ამ გაშლას უყურებს, აქვე ალბათ ყველასთვის არ რეზონირდება, თუმცა იქნება სიტუაცია, როდესაც თქვენ, აი წაღარო ვთქვი, რომ ორმაგი ცხოვრებით ცხოვრობს პიროვნება, თქვენ გექნებათ ისეთი მოცემულობა, შეიძლება ყველასთვის არა ვამბობ კიდევ, მაგრამ ჩემს მენელებში იქნება ადამიანი, რომლებიც ოჯახურ იდილიას ასხივებენ, თითქოს ერთი შეხედვით,
თუმცა ოჯახში არ არის თქვათ ესეთი ჰარმონიული ურთიერთდამოკიდებულება პარტნიორებსა და სხვა წევრებს შორის. ესეც შეიძლება იყოს თქვენი ერთ-ერთი დათრგუნვის საგანი, ასე რომ ვთქვათ, რატო შეიძლება ითრგუნებოდეთ და თქვათ ისე კარგად არ გრძნობდეთ თავს როგორც ისურვებდით. მოკლედ ეს იყო წინასწარი გაშლა, თუ თქვენ ეს საკითხი შეგეხოთ, თუ თქვენ ეს თემა თქვენთვის რეზონირდა, მაგ შემთხვევაში განაგრძეთ ყურება და ვნახოთ, ჩაიფიქრეთ უკვე ადამიანი და ვნახოთ ეს კონკრეტული ადამიანი რას ფიქრობს თქვენზე. სხვა შემთხვევაში თუ ეს წინა გაშლა მოისმინეთ და თქვენ არ შეგეხოთ, ეს გაშლა თქვენი არ არის და არ უყუროთ. ყველა ნუ შემოიტანთ თქვენ სივრცეში იმას, რაც არ არის თქვენი. და ზოგადად საჯარო გაშლებში დაიმახსოვრეთ მეგობრებო, რომ აი რაღაც პატარა რაღაცის მორგება, შელამაზება იციან ხოლმე, რომ აი ზუსტად ესე არის და რაღაც. ანუ ტვინს აქვს ძალიან ისეთი ფუნქცია, რომ დაგაჯეროთ ის, რისი დაჯერებაც გინდათ. ამიტომ საჯარო გაშლებში თუ იდენტიფიკაციას აკეთებს ტაროლოგი, პროფესიონალი პრაქტიკოსი და თქვენ ხვდებით, რომ ანუ რაღაცა თქვენ სიტუაციას არ გავს, მაგრამ მე რასაც იძახის გავს, ხო? ეცადეთ, რომ პირდაპირ არ გადაიტანოთ საკუთარ თავზე. აი დაფიქრდით და მხოლოდ ის საკითხები ამოიღეთ, რაც თქვენთვის რელევანტურია. ამ შემთხვევაში თქვენ სივრცეს დაიცავთ სხვადასხვა ადამიანების ენერგიებისგან. ნახოთ ახლა რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. რას ფიქრობს თქვენ მიერ ჩაფიქრებული პიროვნება თქვენზე. რვიანი პენტაკლები, თასების მეფე, ათიანი ხმლები, რვიანი ხმლები, თასების ტუზი, ოთხიანი პენტაკლები. შვიდიანი ხმლები, კვერთხების რაინდი და არკანი სამსჯავრო. მეგობრებო, ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები თქვენზე ცოტა უცნაურია. მანახე კიდე რაღაც არ მომწონს აქ იმ თვალსაზრისით, რომ ზუსტად მკაფიო აზრები არ იკვეთება. არა, დავწმუნდი, ხა ჩემი თავი გადავამოწმე, იმიტომ რომ ჩეხე კიდევ დასტის ბოლოს იყო წეგან ზუსტად ეს არკანი და ავჩეხე, აი თქვენი თანდასწრებით და ამოვიდა ისევ ეს არკანი. ანუ მეგობრებო, წეგან ოჯახი რო ვახსენე, ესე იგი სწორად მივაგენი არს ამ ყველაფრისას. ანუ საუბარი არის აქ პარტნიორულ ურთიერთობაზე, რაც ერთის მხრივ არკანი კოშკი. ერთის მხრივ არის ნაწილობრივ და არკანი განდეგილი. ნაწილობრივ იდეალური გარეგნულად, თუმცა შინაგანად ეს პარტნიორული ურთიერთობა არც თუ ისე ჰარმონიულია. ანუ წყვილი ამ პარტნიორულ ურთიერთობაში თავის თავთან მინიმუმ როცა რჩება, თავს კომფორტულად არ გრძნობს. ფიქრი რა არის, ხო? ეხლა არც ერთი თქვენგანი ამ ურთიერთობის დასასრულებლად მზად არ ხართ. მიუხედავად იმისა, რომ ემოციური გაუცხოება მაინც არის თქვენს შორის, არ ხართ მზად, იმიტომ რომ ამას სჭირდება საკმარისი გამბედაობა. აი გამბედაობა მოდის რისგან? ხშირად იმისგან, როცა ზუსტად ვიცი რა მელოდება. თქვენ შემთხვევაში ზუსტად არ იცით რა გელოდებათ, ანუ უკეთესი გელით თუ არა და შესაბამისად ამჯობინებთ დარჩეთ იმ ადაპტირებულ, შეჩვეულ გარემოში, რაც უკვე თქვენთვის ნაცნობია.
ფიქრი, რასაც ეს ადამიანი ფიქრობს თქვენზე, აი ზუსტად ეს არის მისი ფიქრიც მსგავსი, ანუ მასაც შეიძლება უნდოდეს რომ რაღაცა თვალსწყალი დაალევინოს, ჰორიზონტებს გახედოს, გადახედოს, გადმოხედოს, მაგრამ უკეთესი პერსპექტივა თქვენ იქით ჯერჯერობით მის რეალობაში არ არის. კიდე რას ფიქრობს? ხუთიანი პენტაკლები, წეღანაც პირველი არკანი, ხუთიანი პენტაკლები მოვიდა, ხუთიანი კვერთხები და არკანი მეტლე. ეს არის მდგომარეობა, როდესაც შინაგან ბრძოლებშია ადამიანი, შინაგან ბრძოლებშია, შეიძლება რაღაც მომენტში თვლის, რომ თქვენ მას აფერხებთ, აჩერებთ, სადღაც ადგილზე აკავებთ და რომ არა თქვენ და თქვენგან წარმოქმნილი გარკვეული ტიპის დაბრკოლება, რომელიც შეიძლება უბრალოდ თქვენ არსებობასთან არის დაკავშირებული მის ცხოვრებაში, ის გაცილებით წინ იქნებოდა. კი, აქ არის ნახეთ ხუთიანი თასები, ხუთიანი პენტაკლები, ხუთიანი თასები, ოთხიანი თასები. ზუსტად ეს მოვიდა წეღან საწყის ენერგიას როცა ვშიფრავდით. ანუ თითქოს ჭაობია, თითქოს რაღაცნაირი მორევია, სადაც ერთი და იგივე სიტუაციები, ემოციები იხარშება. რადგან ეს ურთიერთობა არის ესე, ანუ ესე წარიმართა ეს გაშლა და ეხება პარტნიორულ ურთიერთობებს, მოდი გამოვიყენოთ მანარასტასტა და ვნახოთ ფარული ფიქრები თქვენზე, რას იფიქრებდა ეს ადამიანი, რომ არა რაღაცა დაბრკოლებები, რას მოიმოქმედებდა უკაცრავად. ჩაფიქრებული პიროვნების ფიქრები თქვენზე. ნახოთ. ჰაერის რაინდი, მიწის სამიანი და არკანი სამყარო. რომ არა ის, რაც უკვე მე მოვყევი, ეს ადამიანი თავს იგრძნობდა გაცილებით თავისუფლად, გაცილებით აი როგორ გითხრათ, სადაც მოუნდებოდა, როცა მოუნდებოდა, ვისთანაც მოუნდებოდა, როგორც მოუნდებოდა, იმ ურთიერთობაში იქნებოდა. ანუ ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანი დაღლილია პასუხისმგებლობებით. ეს არის მოცემულობა, როდესაც ადამიანი დაღლილია ყოველდღიური რუტინით და თვლის, რომ ამ რუტინისგან თავის დაღწევა მას მისცემს შესაძლებლობას უკეთესი ხარისხის ცხოვრებით იცხოვროს მაგალითად. რას ფიქრობს? ხო, ოთხიანი მიწის ოთხიანი. აი, ასევე. რაინდი. ჩემო კარგებო, აქ მოდი ესე ვთქვათ, შეიძლება, აქ არის სიტუაცია, როცა ხანგრძლივი თანაცხოვრება არსებობს პარტნიორებს შორის, ან ხანგრძლივად იცნობთ ერთმანეთს და თითქოს აი ეს ნაპერწკალი, აი ეს რაღაცა ემოცია ურთიერთობას დააკლდა, ჩაქრა, ან არასდროს არ ყოფილა და ნუ ეხა კიდე უფრო მეტად შესამჩნევი გახდა ეს თემა. ყოველ შემთხვევაში, აქ ადამიანის ფიქრი არის აი უფრო მეტად უნდა რომ იყოს ვნება, უფრო მეტად უნდა რომ იყოს რაღაცა იმპულსური ქმედებები. თუმცა მე არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იმპულსური ქმედებები თქვენი მხრიდან ამან რომ მიიღოს, თავს იგრძნობს დაკმაყოფილებულად. შეიძლება კითხვები გაუჩნდეს, რომ საიდან, როგორ, რანაირად, რა შეიცვალა, იმიტომ რომ ადამიანი აი ამ ფიქრებს, რაც აქვს რეალურად, თავის თავშიდაც კი ნაკლებად აჟღერებს და თავის თავსაც კი ნაკლებად უტყდება. არსებობენ ეგეთი ადამიანის კატეგორიები, რომლებსაც დაკარგული აქვთ ტვინსა და სხეულს შორის კავშირი. არსებობს ციფრულ ფსიქოლოგიაშიც არსებობს, ფსიქოლოგიაშიც არსებობს ზოგადად ეს თემები, რომლებსაც დაკარგული აქვთ სრულად კავშირი ტვინსა და სხეულს შორის. და ეს კავშირის წყვეტა, ეს დაკარგულობის განცდა, ხო, მათ ფიზიკურ გამოხატულებაზე მნიშვნელოვან გავლენას ახდენს.
კი ბატონო. ანუ ეს ადამიანი ოცნებობს რაღაცა გრანდიოზულზე, რაღაცა ისეთზე, ფარულზე, ვნებიანზე, გულჩათხრობილზე, მაგრამ რო ვთქვა, რომ მზად არის ამ ყველაფრისთვის, არა. მას უფრო სჭირდება, რომ მიიღოს ესეთი ემოციები, ვიდრე გასცეს. აი, რომ დააყენოთ ფაქტის წინაშე, რომ აი თავისუფალი ხარ და მეტი რაც გინდა ისაკეთე, ძალიან დიდი ეჭვი მაქვს, რომ მოძებნოს საკუთარ თავში ძალა იმისათვის, რომ აკეთოს ის, რაც მართლა უნდა. ის, რაც მართლა უნდა. და ეს ნაწილობრივ ვირტუალური სამყაროს გავლენაც არის. ანუ ჩვენ ხშირად ფილმებში, სოციალურ ქსელებში და ასე შემდეგ გვაჩვენებენ რაღაც იდეალური ცხოვრების მაგალითებს და მე გგონია, რომ აი ჩვენ გვაქვს არაიდეალური ცხოვრება და ჩვენ გარდა ყველა იდეალურად ცხოვრობს. ეს არის ერთგვარი თამაში, რომელიც საკმაოდ დამღუპველი და საშიში თამაში შეიძლება იყოს რეალური ცხოვრებისთვის, იმიტომ რომ რეალობა ფილმებში ნანახისგან, სოციალურ ქსელში წარმოდგენილისგან არსებითად შეიძლება განსხვავდებოდეს. აი იმდენად არსებითად, რომ ცადა დედამიწა შეიძლება იყოს. ეს არის ზუსტად ეს მოცემულობა თქვენ შორის. ანუ ეს ადამიანი შეიძლება რაღაცნაირად ილუზორულად თვლიდეს, რომ უკეთესი შეიძლება ნახოს, უკეთესად შეიძლება იცხოვროს, უკეთესად შეიძლება იგრძნოს თავი და ასე შემდეგ, მაგრამ საკმარისი მიწიერებაც ყოფნის და საკმარისი გაუბედაობაც ახასიათებს, რომ ესე თავზე ხელაღებული ნაბიჯები არ გადადგას და ურჩევნია ჯერჯერობით იყოს იმ მდგომარეობაში და იმ სიტუაციაში, რასაც არის ახლა და რისი შეცვლაც არ ძალუძს და არ შეუძლია ბოლომდე. აი ესეთი იყო ჩვენი საჯარო გაშლა. მე იმედი მაქვს, რომ მოგეწონათ, იმედი მაქვს, რომ რეზონირდა. გელოდებით ყველას კომენტარებში და დანარჩენი მაკიდებისთვისაც ეს გაშლა არ იყო, შემდეგ გაშლას დაელოდეთ. დროებით.